იმედი საინფორმაციო სამსახურს დროებით აჩერებს, არხზე რეორგანიზაცია დაიწყო. გადაწყვეტილება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა მიიღო. 1 საათის წინ ტელეკომპანიის ეთერით ბოლო გამოშვება გავიდა. ახალი ამბების გაჩერების შესახებ მესაკუთრეებმა ქრონიკის ჟურნალისტებს პირადად აცნობეს. საინფორმაციო მაუწყებლობა არხზე ხელმძღვანელობის გადაბარების პროცესის დასრულების შემდეგ აღდგება. სიახლეა ისიც, რომ მესამე საათია იმედი ძველი ლოგოთი გადის ეთერში. Georgian Media Production Group-ის ხელმძღვანელი გიორგი არველაძე პატარკაციშვილის ოჯახის წევრებში მეჩიარსებულ მდგომარეობას. გამარჯობა, ეს არის ქრონიკა 5 საათზე დღევანდელი დღის ბოლო საინფორმაციო გამოშვება. ტელეკომპანია იმედი საინფორმაციო მაუწყებლობას აჩერებს. გადაწყვეტილება არხის ახალმა მენეჯმენტმა მიიღო. 1 საათის წინ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წარმომადგენლები ახალი ამბების სამსახურში ხვდნენ და განმარტეს, რომ გადაბარების პროცესის დასრულებამდე საინფორმაციო პროგრამები ეთერში აღარ გავა. ახალი მენეჯმენტის წარმომადგენელთა განცხადებით ქრონიკა პირდაპირ ეთერის რეჟიმს უახლოეს მომავალში გადაბარების პროცესის დასრულებისთანავე დაუბრუნდება და საინფორმაციო მაუწყებლობის შეწყვეტა მხოლოდ დროებითი პროცესია.